სამშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. რამდენიმე დღის წინ 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტმა საზოგადოება შეძრა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. შემაშფოთებელია სტატისტიკა, რომელიც საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობას ასახავს. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით 2012 წელს საქართველოში 77,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 100 დაბადებულ ბავშვზე სტატისტიკის მონაცემებით 1 წლამდე 12 ბავშვი გვხვდება. დღეს ბევრს ვსჯელობთ და ვეძებთ გასული კვირის ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებელს. თუმცა იმაზეც თანხმდებით, რომ ეს ერთი კონკრეტული პირის ან ინსტიტუციის პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება. რა ღონისძიება უნდა გატარდეს პირველ რიგში სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად. რამდენად მართებულია ბიუროკრატიული პრობლემების გამო სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახებისთვის სოციალურად დაუცველ სტატუსის მოსაპოვებლად პრობლემების შექმნა. პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა, გამართული სისტემა, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა, რისი დეფიციტია ქვეყანასა და საზოგადოებაში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე აღარ იყოს. ეს იქნება დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. უყურეთ კვირის არგუმენტებს და იპოვეთ თქვენთვის მისაღები არგუმენტი. უყურებთ კვირის არგუმენტებს, მივესალმები ჩვენ სტუმრებს სტუდიაში, მივესალმები აუდიტორიას. ერთ-ერთი მძიმე თემა, რომელიც დღეს იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა, მაგრამ ჩვენ ამას გვერდს ვერ ავვლით, იმიტომ რომ სოციალური პრობლემატიკა ეს არის ის საკითხი, რომლის გამოც ბევრი კრიტიკა დაიმსახურა წინა ხელისუფლებამ და ეს არის პრობლემები, რომელიც დღესაც აქტუალური და საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ვიპოვოთ ყველამ ერთად გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელიც თუნდაც გასულ კვირას შეგვექმნა. პირველი საკითხი, კრიტიკა გარკვეულწილად პირველ რიგში დაიმსახურა, მოდით ესე ვთქვათ, მიმართული იყო საზოგადოების მხრიდან, როდესაც გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო საზოგადოება, მაინც სახელმწიფო ინსტიტუტების მისამართით იყო. ამიტომ მოდით დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ყავს დღეს გადაცემაში სტუმრად ბატონი გიორგი კაკაჩია, მოგესალმებით საღამოშტობისა. პირველ რიგში როგორ ფიქრობთ, სად არის სათავე ამ პრობლემის, შეგიძლიათ თქვათ, იმ პრობლემის, რომელმაც იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, რაც შეიტყო საზოგადოებამ ზუსტად რამდენიმე დღის წინ. ამ შეკითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს. ეს სათავე არის სიღატაკეში. დიახ. ეხლა რომ გავავცოთ ეს თემა, ზოგადად ალბათ უნდა გადავხედოთ რა სიტუაციაში ვართ, რა კონდიციაში ვართ და დღეს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რა სტადიაზე არის. უბრალოდ კონკრეტული ციფრები რო დავასახელოთ, დღეს სიღატაკის მიღმა იმყოფება 400,000-მდე ადამიანი. ეს არის 130,000 ოჯახი. ამის გარდა ნუ დაგვავიწყდება იმ ხალხის კატეგორია, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს, რომ ჩვენ იმ კატეგორიაში არა ვართ მოხვედრილი და გვჭირდება შესაბამისად რაღაცა დახმარება სახელმწიფოსაგან. დახმარების მოთხოვნის ფორმები არის სხვადასხვანაირი, დაწყებული, ფულადი დახმარებით დაწყებული და ბოლო პერიოდში რაც აქტუალური გახდა დღევანდელ საქართველოში, საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი არის ჩაატაროთ თითოეული ამ ოჯახის მონიტორინგი, იმიტომ რომ თქვენ გესმით რა დიდ მოცულობაზე არის ლაპარაკი და ძალიან ძნელი არის სახელმწიფო ბიუჯეტმა უზრუნველყოს ამ მოსახლეობის ადეკვატური სოციალური დახმარება. შესაბამისად არის კიდევ ლოგიკური შეკითხვა, თუ დღეს აღიარებული, დღეს კი არა მარტო დღეს, ბოლო პერიოდში აღიარებულია, რომ საარსებო მინიმუმი არის 150 ლარი, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი აცხადებს, თითოეული ამათგანი ღებულობს მხოლოდ 30 ლარ დახმარებას და ეს დახმარება როგორც ვთქვით 1 ივლისიდან ორმაგდება, მაგრამ ეს არის ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ წინ გადაღებული ნაბიჯი. შესაბამისად თითოეული ამ ოჯახის მონიტორინგი არის საკმაოდ ძნელი. როდესაც ლაპარაკი არის სულ რაღაც 600-მდე სოციალურ აგენტზე, 250 სოციალურ მუშაკზე. თითოეულ ოჯახში რომ მიხვიდეთ თითოეული ოჯახის პრობლემა გაითოცნობი, რომ ამისაგან ალბათ რაღაც გარკვეულ მომენტში სიგნალი უნდა წამოვიდეს იგივე ადგილობრივი თვითმმართველობიდან, ადგილობრივი თემიდან და იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უნდა ჩართულიყვნენ. ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ მაინც განვაზოგადებთ ამ შემთხვევაში და ცოტა უფრო ჩაუღრმავდებით 1 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როცა საუბრობთ, რომ საქმის კურსში უნდა იყვნენ სოციალური აგენტები. როგორც ცნობილია, აბაშიძეების ოჯახი 2007 წლიდან ითხოვს, რომ ისინი იყვნენ სოციალურ დაუცველთა ბაზაში მოხვედრილი ყოფილიყვნენ, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, როგორც ირკვევა, ეს პრობლემად დარჩა და მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ გადასახედია ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება ქულების მინიჭება კონკრეტული ოჯახებისთვის, იმიტომ რომ თქვენ თვითონვე განაცხადეთ, ძალიან ბევრი ოჯახი ითხოვს იმ კატეგორიაში მოხვედრას, რომელიც ციხე-ტყის ზღვარს მიღმა არის. ხო ესეა ბატონო? დიახ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეკითხვას, მოდით მე შეფასებისაგან თავი შევიკავებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი, რომ დაადგინოს კონკრეტული დეტალები. ჯერჯერობით არის ჩვენთვის რამოდენიმე ფაქტი ცნობილი, მაგრამ ეს ფაქტები როგორ არის პირდაპირ ურთიერთკავშირში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ცალსახად არის, რომ ვიღაცამ რაღაცას დააკლო, ვიღაცამ არ მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. იგივე ხო ეს ვიღაცა მარტო კონკრეტული პირია თუ ზოგადად სისტემა. ეს არის ალბათ უფრო სისტემის ბრალი და არა კონკრეტული ადამიანის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება კონკრეტული ადამიანის ბრალიც იყოს. ამიტომ დღეს არ მინდა ამ თემებზე დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად რომ რაღაცა ხარვეზები არის, ეს ამის თქმა უკვე დღეს ცალსახად შეიძლება. იგივე არსებობს სიტყვაზე კვების ვაუჩერები, რომლებიც შეეძლოთ ამ ოჯახებს მიეყოთ განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებზე, რომლის პროგრამაც უკვე რამოდენიმე წელია საქართველოში მუშაობს. შესაბამისად, რაც შეეხება სისტემის გადახედვას, სისტემა აუცილებლად საჭიროებს გადახედვას, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, წლების განმავლობაში გარკვეული კორექტირებები ხდებოდა, მაგრამ ალბათ რაღაცა ეტაპზე დადგა ის მომენტი, რომ რადიკალურად შეიცვალოს რაღაცა მომენტები. რა უნდა შეიცვალოს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ კიდევ ერთი კრიტიკის წილი ხვდა ამ შემთხვევაში საზოგადოებასთან ერთად, საზოგადოებას აკრიტიკებდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე საპატრიარქოს მიმართაც ისმოდა საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან, რომ უფრო აქტიურად ხო არ ჩაერთვება საპატრიარქო ასეთი სახის პრობლემების მოსაგვარებლად. თაბატონო თეა, თქვენ რა სიტყვით? მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესია ჩართულია სოციალურ დახმარებაში და კონკრეტულად სასულიერო პირები და წინამძღვრები სერიოზულად ზრუნავენ, ვთქვათ, თავიანთი თემის, მრევლის, ასე ვთქვათ, დახმარებაზე. მე პირადად გახლავართ ეკლესიიდან, რომელსაც უკვე მრავალი წელია აქვს საქველმოქმედო სახლი. მე როგორც პროფესიონალი ჩემი მხრივ ქველმოქმედებ და ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, გარკვეულ ქველმოქმედებას ვეწევით, ვინც რა შეგვიძლია, მაგრამ ამ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, მაგალითად თავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, რომელზედაც მე ვსაუბრობ, გახსნილი აქვს ესეთი კვების პუნქტი, რომელიც პირდაპირ ატას, ვინაიდან არ არის დიდი ტერიტორია და იქ ვერ ასადილებს, როგორც კათარზისი აკეთებს მაგალითად ამას, მზადდება საკვები, ერთ-ერთი მონაზონი არის ჩართული ამ საკვების მომზადებაში და ატანენ სახლში. ეს არის ის, რაც შეერთა დაპურებას, თქვათ, იმ კონკრეტულ ტაძარში რა ღონისძიება და რა საქმიანობაც მიმდინარეობს, რაც მე შემიძლია ჩემი კონკრეტული მაგალითის სახით გითხრათ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მრევლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწოდება არის ხელი გაუწოდა გვერდზე მყოფ, ვთქვათ, გაჭირვებულობაში მყოფ ადამიანს, აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცნება არის და მეორე თემა არის, რამდენად, ვთქვათ, იზოლაციაში იმყოფებოდა ეს ოჯახი თუ არა. მე ძალიან სერიოზულად ვეცადე გავცნობოდი ინტერვიუებს, რომლებიც თქვენმა კოლეგებმა აიღეს ამ ოჯახის წევრებისაგან და ამ შემთხვევაში მამის და დედის ინტერვიუს გულისხმობ, რომ მე როგორც პროფესიონალს დამესვა ჩემი თავისთვის კითხვა, რომ რა არის იქ პიროვნული როლი თვითონ და აი ამ მიკროსოციალური უჯრედის, ოჯახის წვლილი თუ წილი პასუხისმგებლობისა ამ ვითარებაში და მე არ მაქვს პასუხი, რამდენად ეს ადამიანები იყვნენ იზოლაციაში თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ პიროვნული პასუხისმგებლობა გვეკისრება, როდესაც ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ მოგვეცემა, ხო? მარტივი ცნება არის, რომელიც ფსიქოლოგიაშიც და ამ შემთხვევაში რწმენაშიც გასაგებ რამეს გულისხმობს და მე ძალიან დაბაფიქრა ამ ოჯახის დედის გამონათქვამმა. მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი ტრაგედია, რაც მათ თავს დაატყბათ, შეუძლებელია და ჩემთვის უხერხულია ამ თემაზე ახლა საუბარი, მაგრამ თვითონ როგორც ფსიქოლოგი ვცდილობ რაღაც საკითხებში, ვთქვა, ხვედრითი წონის გარკვევა, საიდან რა და როგორ იმისთვის, რომ შემდგომში ავირიდოთ და სწორედ ამიტომ უნდა ვთქვა, ის რასაც ახლა ვცდილობ, რომ გამოვხატო, რომ დედის ნათქვამი იყო, რომ მე ვერასდროს ვერ ვთხოვ
დახმარებას საკვებთან დაკავშირებით. ზუსტ ციტატას შეიძლება ვერ ვაკეთებ, მაგრამ მე ინტერნეტში ამოვიკითხე ამ ინტერვიუს ეს ეპიზოდი, რომელიც ჩემთვის არის მინიშნება იმისა, რომ შესაძლოა, არ ვიცი. ეს ადამიანები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, აი იმ თავიანთ თემში, იმ სოფელში, სადაც ისინი იყვნენ და მე არ ვიცი, რამდენად საქმის კურსში იმყოფებოდნენ სხვა ადამიანები მათ დახმარებასთან დაკავშირებით. ერთი რამე, რომელსაც ოჯახი 2007 წლიდან ითხოვს. ეს მეორე თემა სად ითხოვს? მათ არ ქონდათ კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც მოაგვარებდა ამ პრობლემას. ეს არის ბიუროკრატიული საკითხები, რომელზედაც ბატონ გიორგისთან ვისაუბრებთ. მე აქ უფრო მეტად მინდა იმ ადამიანების კრიტიკა მოგაწოდოთ, რომელიც საპატრიარქოს აკრიტიკებენ, რომ აქვს საპატრიარქოს ამის შესაძლებლობა, რომ უფრო გააფართოვოს ეს ჩართულობა, მისი ესეთი სახის პრობლემების მოსაგვარებლად. როცა თქვენ საპატრიარქოს გულისხმობთ, მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი კონკრეტულ ადგილზე, იქ იმ სოფელში ეკლესია, ხო? შეუძლებელია, ხო? აქედან ინსტანცია საპატრიარქო გაწვდეს იქ, სადაც ვერ მოახერხა სოციალურმა აგენტმა მარტივად მიეტანა იქ თუ სად იყო იქ გარღვევა ამას. ჩემზე კომპეტენტური ადამიანები დაადგენენ, მაგრამ ეკლესიამ უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულ ადამიანს უჭერს ლუკმა პური. თუ ადამიანი არ მივიდა ეკლესიაში და არ უთხრა ამის შესახებ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. კომუნიკაციის და ინფორმაციის მე ამაზე ვაპირებ გარკვეულად კომენტარის გაკეთებას, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ის რომ ჩემ გვერდზე ვიღაცას უჭირს და ჭირდება ჩემი დახმარება, მე ამის შესახებ უნდა შემატყობინონ და კარგია თუ პირველი პირი მეტყვის, რომ მე მიჭირს და თუ შეგიძლია დამეხმარე. თუ მე ეს არ ვიცი, ძალიან მარტივია მე გამაკრიტიკონ, რომ მე არ ვიცოდი ამის შესახებ და გვერდზე არ გაუწოდე ხელი იმას, ვისაც შეიძლებოდა დახმარება. დიდი მადლობა, ბექა. ამ ფაქტის შემდეგ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა და სტატისტიკაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ამ ფაქტის შემდეგ ვეძებთ, მოდით ესე ვთქვათ, ვინ არის პასუხისმგებელი. პირი არა, ზოგადად, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი? სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოება, კონკრეტული პირები, ვინ? კი, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია ყოველთვის სახელმწიფო, ახლა პირველ რიგში სახელმწიფო და ყოველთვის სახელმწიფო. აქ საზოგადოებას მე ვერანაირ შემთხვევაში ვერ დავაკისრებ პასუხისმგებლობას და პრინციპში ეს გაფეტიშება ამ თემის, რომ ჩვენ გვაკლია კულტურაში რაღაცა ქველმოქმედების კულტურა არ არსებობს საქართველოში, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ქველმოქმედების კულტურით ესე განსაკუთრებულად არც ერთი ერი, არც ერთი კულტურა არ გამოირჩევა, შესაბამისად აზრი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რომ გამოირჩეოდეს, აზრიც არ ექნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ვერასდრო შენ, ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთ კულტურაში ვერ იპოვიდი იმ რაოდენობის ქველმოქმედ ადამიანს, რომელიც საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. ანუ ჩვენ ვიქნებოდით ყოველთვის, თუ ჩვენ მხოლოდ ქველმოქმედ ადამიანებს დავაკისრებდით ამ შემთხვევაში ამ ტვირს, ვიქნებოდით ქველმოქმედი ადამიანების კეთილგონიერებასა და რაოდენობაზე დამოკიდებული და რაც ყველაზე ცუდია ამ ქველმოქმედებაში, ის არის, რომ ქველმოქმედება არის შესაბამისად შეზღუდული რაოდენობის და მეორე არის შერჩევითი, ხო? ვის დაეხმარება ის ქველმოქმედი არის მის კეთილნებაზე დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს უპირველეს ყოვლისა ამაზე პასუხისმგებლობა, ამის უამრავი მექანიზმი არსებობს. ზოგადად ცუდი რა არის, რომ ჩვენ მივყვებით ისევ ესეთი განცდამ აქვს, აი ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ლოგიკას, მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ თვალსაზრისით, რომ გაიზარდა სოციალური ხარჯები თითქმის ორჯერ შეიძლება, მაგრამ რაღაცა სახელმწიფო იდეოლოგია უნდა არსებობდეს. აი 30-იან წლებში მაგალითად ნორვეგიაში ჩამოყალიბდა ეგეთი Volksheimets იდეოლოგია, ანუ ხალხის სახლის იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იყო ზუსტად იმაზე, რომ სახელმწიფო არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში, რომ რომელიმე სოციალური ჯგუფი მაინც გარიყული ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენც აუცილებელია რაღაცა ესეთი იდეოლოგია გქონდეს სახელმწიფოში და არ მივყვებოდეთ მართლაც აი ამ ძველ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიას, რომლის საფუძველზეც ელემენტარული სამშობლოს სიყვარული იყო მხოლოდ ორიენტირი რაზე, რომ შენ ვინმე გძულდეს და არა შენიანი გიყვარდეს, ხო? ამის შედეგი იყო ზუსტად ნატოს გაფეტიშებაც და საკუთარი ხალხის უგულველყოფა, როგორც ადამიანების ამ შემთხვევაში, ხო? აქედან გამომდინარე, აუცილებელია რაღაცა იდეოლოგია, რომელიც აი მაქსიმალურად
absoliutურად უზრუნველყოფს, რომ არც ერთი სოციალური ჯგუფი არ იყოს გარიყული. ამის უამრავი მექანიზმია დაწყებული. ჩვენ ვისგან ველოდებით ზოგადად ქველმოქმედებს ველოდებით უპირველეს ყოვლისა მდიდარი ადამიანებიდან, ხო? როგორ ვეძებოთ ახლა მდიდარი ადამიანები, რომლებსაც ამის კეთილი ნება ექნება. ძალიან რთულია, ხო? შეიძლება ზოგ მდიდარს კონდეს, ზოგს არა. ამიტომ ბევრმა ქვეყანამ შემოიღო ინსტიტუციონალიზება მოახდინა როგორც ქველმოქმედებისა, ისე სოლიდარობისა. პირველმა რა უნდა გიბიძგოს შენ ქველმოქმედებს? სოლიდარობის გზნობამ, ხო? აქედან გამომდინარე ინსტიტუციონალიზება მოხდა ამისი პროგრესული გადასახადების თვალსაზრისით. ანუ ვინც მდიდარია, ის იხდის ბერს, შესაბამისად თავისი საშემოსავლიდან პროცენტულად და ვინც ღარიბია, ღარიბს. ამას რა თქმა უნდა, აქ ფისკალური ეფექტის და შესაბამისად გროვდება ხაზინაში უფრო ბევრი ფული, ზუსტად ამ სოლიდარობის საფუძველზე, რომ მაქსიმალურად ყველა იყოს უზრუნველყოფილი. დიდი მადლობა, ვიდრე რეკლამას გამოვაცხადე ბატონ დიმიტრისთან, როგორც მრავალშვილიანი ოჯახის მამას მიდევ კითხვა და უსულო კითხვა ესეთი, რომ როგორ ფიქრობთ, გამართული სისტემაც რომ არსებობდეს, ბატონ დიმიტრი, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, გამართული სისტემაც რომ არსებობდეს, ეს სოციალური თანასწორობისთვის საკმარისია? კარგი შეკითხვაა. მე უბრალოდ სანამ განვაზოგადებ გოგიტა აბაშიძის მაგალითთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ახლა ერთგულებისადმი მტკიცება, ფიცი ამ ხელისუფლების იქნება, წინა ხელისუფლების იქნება თუ შემდგომი ხელისუფლების დასავლური ღირებულებებისადმი პირველ რიგში უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ და გქონდეს სწრაფვა სოციალური სახელმწიფო სტატუსის დამკვიდრებისა. ეს არ უნდა იწვევდეს საზოგადოებაში სტიგმატიზირებას, ეს არ არის სოციალიზმთან ასოცირებული, იგივე საფრანგეთის მაგალითი ჩვენ თუ გადავხედავთ, თქვათ, მდიდართა დაბეგვრის ხარჯზე იქ სოციალური სტაბილურობა მიღწეულია. თქვათ იგივე ჟერარ დეპარდიეს საქციელი სულაც არ არის მაღალ საზოგადოებაში მოწონებული საფრანგეთისა. ეს იძულებითი ნაბიჯები იყო, მაგრამ სამაგეროდ ეს არის განმტკიცებელი რაღაც სოციალური სამართლიანობის ქვეყანაში. ასევე ჩვენთან საქართველოში მე ვფიქრობ, რომ მაშინ როდესაც გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების მიხედვით 77,000 სიღატაკის ღვარსკვლელმოთ ყოფილი ბავშვი ყავს, რომელზეც რომელთა კვებაზე დღიურად იხარჯება არაუმეტეს 2 ლარისა, უნდა იყოს განგაში ზარების დარისხების, ასე ვთქვათ, პირდაპირი საფუძველი. გოგიტა აბაშიძე მართლაც აი ციხის კადრებისა არ იყოს ურწმუნო თომას მდგომარეობაში მყოფი საზოგადოების პირობებში. გახდა ასე ვთქვათ, ფაქტის წინაშე დამყენებელი და ზვარაკად შეიწირა ეს ბავშვი იმისთვის, რომ ჩვენ ახლა მაინც გამოვიგვიძოთ და ახლა მაინც გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ძალიან სასარგებლოა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული კონკრეტული ნაბიჯები იგივე საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით და მე მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ გიორგის, რომელიც არის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროსი იმ თვითკრიტიკულობისა, რითაც მან დაიწყო თავისი საუბარი, რომ სისტემური ნაკლის გამოსწორება ერთ-ერთი მთავარი მათი ამოცანაა. მას არ გადაუბრალებია თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რომელიც დღესდღეობით დამოუკიდებელი სახელმწიფოებშია და გარკვეული წილი პასუხისმგებლობისა ალბათ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ მათაც უნდა ეკისრებოდეთ. თუმცა მე ვთვლი, რომ ქვეყანაში, სადაც თქვათ იგივე 5 ლარიანი პრემიის პირობებში 15,000 ლარიანი ლიმიტი გვაქვს რა დაზღვევის დღევანდელ დღეს და როდესაც ყავს 10,000, 1,500, 2,000-მდე შემთხვევა მძიმე უკურნებელი სენის დაავადებების, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათოა ბავშვების შემთხვევაში, უნდა იქმნებოდეს სპეციალური ფონდი, რომლის დაფინანსება სახელმწიფოს დაუჯდება არაუმეტეს 80 მილიონი ლარისა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა და შესაძლებელია მართლა ასეთი ფონდის არსებობის პირობებში ჩვენ გამოვიდეთ იმ ნიჰილიზმიდან, როდესაც ხვდებით, აი წარამარ დღესაც საზოგადოებრივი ტელემარუწყებლიდან მოვდივარ და 3 ყულაბა იყო დადგმული. დავეხმაროთ პატარა ლუკას, დავეხმაროთ პატარა გიორგის. სოციალური ქსელების სავსეა, ეს რას იწვევს? ისტერიას იწვევს საზოგადოებაში, სრულ დაუცველობას, უმწეობის შეგრძნებას. და ნიჰილიზმში გვაგდებს ჩვენ თელ საზოგადოებას, არ აქვს სახელმწიფოს იმედი. შეგვიძლია თუ არა გავხდეთ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, სოციალურ პროგრამებზე ორიენტირებული სახელმწიფო. კი ბატონო, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სტატისტიკაზე, რომელზედაც ბევრ საუბრობენ ბოლო დღეების განმავლობაში და ერთად აღნიშნავ 2 წლის წინ სოფელ ვარიანში სუბალაშვილების ოჯახის ანალოგიური ტრაგედია დატრიალდა. მაშინ ჩვენ საუბრობდით ამ თემის შესახებ, რა შეიცვალა სახელმწიფოს მხრიდან 2 წლის შემდეგ. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგვალოდეთ.